მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე ვარ დემე გაბუ გეიმერი და დღეს ჩვენ უნდა გადავიღოთ Brawl Stars-ი, ოღონდ გახმოვანება 20 ლაიქი, ან 17 ლაიქზე გამოვიდო შემდეგი ეპიზოდი, მაგრამ 20 ლაიქზე არის ასული და GT5 ელოდებოდით ბოდიში, იმიტომ რომ ვერ ხერხდება GT5-ის გადაღება და შემდეგ ვიდეოს შევეცდები რომ რამენაირად GT5 გადავიღო. დავიწყოთ Brawl TV-ს გახმოვანება. წავიდა, დავეშვათ. 17 ლაიქის შემდეგი ეპიზოდი. აქ უკვე ლურჯმეგონიმ გაიტანა კენჯი, რიკო, კარლი versus ბო, მორტისი და ეში. კენჯი ძალიან კარგად რაშავს. მორტისმა რაღაც ვითომ რაღაცა გარაშა და კი მოკლა. მაგრამ გაიტანა ის ნუიზი თამაში იყო, ეხა აქედან ვეტყობა 1:46 წუთი იყო. რავი. ესეთ იზი უნდა ყოფილიყო. კარგი, მე ესე იგი ჰენკი, ბაირონი და ეში versus ჰენკი, ბაირონი და პოკო. ანუ ახალი ის რო გამოვიდა. იგი ცენტრში შევიდნენ სამივე ბრაულერი. ბრძოლა არის ცენტრისთვის. აქ ეშმა ახლა იმდენი რაღაც უკრელობები მოხდა. წითელი გუნდს აქვს უპირატესობა, მაგრამ აქ ჰენკმა მოუკრა რობოტი ჩვეულებრივად. 12-7 ეგებს ლურჯი გუნდი, შემდეგ გასაუცრად. ვინმე უნდა შეასოს, ეხა იქა. აქ ცენტრი მოიპოვა ლურჯმა გუნდმა. რობოტებსაც კრავს. 16-21-ია. დასპაუნდა უკვე ძლიერი რობოტი. აქ ეხა ცენტრში ბაირონმა უნდა დაიხიოს და დაიხია კიდევაც. აქ ეში უნდა მიეხმაროს ვინმე, მაგრამ თავის სუპერები მიეხმარა. აქ წითელი გუნდი შევარდა და კარგად შევარდა, მაგრამ ეს ეში სუპერები ძალიან ძლიერია. ბიჭო, ეში ეხა მიეხმარეთ ვინმე, ეში ძალიან კარგად თამაშობს. ანუ ეში არის გამრაშველი. აქ მოიპარა. გაანადგურეს, მოიგო ეს ორთაბრძოლა წითელ გუნდმა. აი ეში არის ძალიან მაგარი. ეში მარტო ეში რაშავს. და მოიგო მარტო ეში რაშავდა. ბაირონი და ჰენკი უბრალოდ ცენტრს იკავებდნენ, თორე ეში რაშავდა. ვარ ვიცი მე რა. ჰენკი, პოკო, ელ პრიმო, ჩესტერი, ედგარი და მისტერ პი. რაღაცა დაიხია უკვე წითელმა გუნდმა, მაგრამ ედგარმა გამორაშა. ელ პრიმო ჩესტერთან ურაშავს, მაგრამ თან ვერ ურაშავს, აქ მოკვდება ეხა. ბიჭო, წითელი გუნდი მოუგებს, წითელის უფრო კაი ტრიოა. პოკო, ელ პრიმო და ჰენკი, რა ვიცი, წითელი ყველანაირი მაღლიდანაც, შორიდანაც და ახლოდანაც. ედგარს ჰაიპერჩარჯი აქ რა თუნდოდა, არ ვიცი. ანუ ვერ ამოდის შეტევაზე ლურჯი გუნდი, ეხა ავიდა. პოკომ ბურთი წამოიღო, მაგრამ აქ ჩესტერმა ჰენკი მოკლა. პოკო მარტო დატოვა, ელ პრიმო რა შვება ვაფშე. მისტერ პი ჰაიპერჩარჯი არა, გაჯეტიანი ის გამოიყენა. ედგარი რაშავს და დიდი ალბათობით გოლი გავა. ეხლა წითელი გუნდი გაიტანს გოლს, მაგრამ აქ ედგარი ძალიან უგუბრად რაშავს. შანსი აქვს ელ პრიმოს რომ გოლი გაიტანოს, მაგრამ ჩემი აზრით შეაჩერებს დიახ ჩესტერი. წითელ გუნდს უფრო აქვს შანსი რომ მოიგოს, იმიტომ რომ უფრო კარგად თამაშობს. აქ ჰენკმა გაანადგურა ედგარი. მისტერ პის ჰაიპერჩარჯი და დავიდა. ყველაფერს ჰაიპერჩარჯი, დაიხათ. არა, კარგად ითამაშე ეხა ელ პრიმომ. მე რა ვიცი, თეკუსენ ვარ. შანსია. მაგრამ შანსია გოლის. გადაარჩინა ჩესტერმა. ელ პრიმო აქ ეხა იზავს ვერაფერს ვერ იზავს. დიახაც. წამოვიდა კონჩერტევა აქ ჰენკი ხვდება. უნდა მოიშოროს ეხა ბურთი. ასობანა ტიკიტაკა თუ რა არის მოიშორებული. გოლის შანსია. გამსახურებული გოლი ჩესტერისაგან.
გადახტა ელპრიმო გაჩეთით. ყოჩაღ ელპრიმოს, ახლა 13 წამი დიდი ალბათობით ექსტრა ტაიმში გადავა თუ რაღაც სასაული არ მოხდა. ექსტრა ტაიმერი გაძაბული. ვაიმე! 14 წამში დაუკამბექა ბიჭო. ელპრიმოს დუბლით. 14 წამში 2 გოლი დუბლითან იმენა. საღო ეხა აქ ბაუნთია ჰენკი მელოდი და კენჯი versus ბიბი ჩესტელი და ბერი. აქ ვარსკვლავი რუჯგუნც აქვს. ჰენკმა ძალიან კარგად გაანადგურა ბიბი ბასტერის ჰაიპერჩარჯი და ჰენკი გაანადგურებულია დიახ. აქედან საღო კარგი ის იყო სუპერი კენჯისაგან. კენჯი რაღაც ძალიან მაგრა თამაშობს. ჰენკმაც გაანადგურა, 8-3 იგებენ უკვე. აქეთ რა ხდება გაანადგურა ბიბი, კენჯი. უნდა ამოვიდნენ, ამოიწიოს ახლა ლურჯი გუნდი. პრესინგოს და. ბერის გაანადგურა კარგად. აქ 3-2-ზე არის დადებული ბრძოლა და ნურაშავთ, ლურჯებო, ნურაშავთ. აი ხა გარაშეთ, მაგრამ ბიჭო ეს კენჯი ბიჭო რეფშება. აი ჰაიპერჩარჯი რო გამოვიდა. ეგ არის. კენჯი შენ რა შემიდი? ბასტერის უნდა გაიაშა. 13-8 არის და 17. ერთიც. აქ მელოდი რაღაცა კარგი ჩაატარა. ამოიწე ხა პრესინგი ბიჭებო. პრესინგი ბიჭო. შევარდი კენჯი. შევარდი კენჯი. ძლივს არ მოკლა. კენჯი რა თქმა უნდა. ყველაზე კარგად მოთამაშე ბრაულერი. შემდეგი. კიდევ იგივე ისა. ამ არ ქვია თროშმით რაღაცა სურჯი ანჯელო და ელპრიმო, ჯესი, ფრენკი და ბერი. მოიგებს ლურჯი გუნდიც მოიგებს, იმიტომ რომ ძალიან გარაშეს. ხა ანჯელა მოკვდება დიდი ალბათობით, გადარჩა. ანჯელო გამოდი 20 კაკი HP. ელპრიმო კარგად გარაშა, სურჯიც კარგად თამაშობს. ელპრიმო რეებშება საერთოდ მიეხმარეთ ვინმე. ელპრიმოს ბიჭო მიეხმარეთ. მაგარი სკილი აქვს ნო ელპრიმოს. ჯესის ჰაიპერჩარჯი 26-იან, 100 არა აქვს. ძალიან ბევრი დაიყარა. მედი ახიკე. საღო წამოდი არ შერაშო. კიდევ ერთი ჰაიპერჩარჯი აქ რას იზავს სურჯი. განადგრო მაგრამ აქ ანჯელო ეხა ახიკავს. ცენტრში რა ხდება აქ დაახტა ხო? მასეც უნდა მოხდეს. ანჯელო გამოდი მოკვდები. აიწიოს ეხა გუნდი მიეხმაროს ანჯელოს, იმიტომ რომ ანჯელო მოკვდება. დაიძაბა თამაში. მაგრამ მაინც ლურჯი გუნდი მოიგებს ალბათ. ამ ჯესის ჰაიპერჩარჯმა ლურჯ გუნდს წვინი გაუბურღა, ეხა დიდი ალბათობით მოიგებს უკვე დასრულდება თამაში. აი მოიგო მარტივად. მარტივ არ იყო მანამდე. ხო, აქ ელპრიმოს ძალიან კაი სკილი ქონდა, ესე რა ვთქვათ. ჰეისტი, ფაიფერი, მაქსი, ნანი versus მორტისი, ჯესი და კოლტი. აქ ნანის უჭედავს რაღაცა. კოლტმა უკვე მიაყენა დიმეიჯი, აი 2-1-0 არის. ფაიფერმა მოკლა. კარგად დაიცვა თავი. ცენტრიდან მოდის კოლტი. აქ მარცხნიდან ეპარება მორტისი. ნანი მარჯვნიდან გადადის, ეს მენდი ხვდება და კოლტი ისევ ცენტრიდან მერდი გადის, მაგრამ აქ მოყარით ბიჭო მორტისი რა შვება. კარგად გარაშა.
აქეთ კოლტმა დაახია უკან მაქსი, მორტისი და მენდი შეტევაში, ნანი მოკლა მენდი, აქ კარგ დიმეჯს აყენებს ჰეიტს მაქსი და კარგად მოიგერია ორი კაცი ფაიფერმა და ნანიმ. ეხლა ესე იგი ნანი კარგად ისროლა ცენტრში, მიეხმარა ფაიფერს, აქ ფაიფერის ანტი გამოჩნდა. ნანი კარგად თამაშობს, ძალიან თან მომეწონა ნანის თამაში. აქ მორტის რა შავს და ანუ რა შემოდის. ხანუ კაი აქ მიაყენებს დიმეჯს, აქ უფრო მაინტერესებს მოკლა. აუ გადმოდის ახლა შეტევაზე. ნანიც დაიხია უკან. ნანის თამაში ძალიან მიწოს. მაქსი გადაარაშავს, ახლა ფაიფერმა რომელნაირად უნდა მოკლას კოლტი. ნუ კოლტი უკვე უფრო მარცხნიდან მოდის მორტისი. ოუ რა კარგი ჰაიპესო დაერხა ლურჯგუნს. მენდის ჰაიპერ ჩარჯი, მაგრამ ფაიფერმა მოკლა მენდი. დაცვაში დგას ლურჯგუნდი. ცენტრიდან მოდის მენდი და კოლტი, აქედან ნანი და ცენტრიდან ფაიფერი და მაქსი უკვე ლურჯგუნდი უტევს, მაგრამ განადგურა უკვე. ოუ, გარაშა, მაგრამ საღოლ ყოჩახ. აქ მკვდარია. და უკვე დიდი ალბათობით ახლა რაღაცა უჭორი ლურჯგუნდი მოიგებს. აქ არც ჰაიპერ ჩარჯი უშველის. გარაშა და მოიგო დამსახურებულად რა ეკუთვნოდა და უფრო პოზიციურად თამაშობდნენ. ნახე, ანუ ბიჭო რა მკვლელობები იყო. What? ოპა, კიდე ჰეისტი, ჰენკი, ანჯელო და ბაირონი, ანჯელო, კროუ და აუ, ბიჭო, ანჯელომ განადგურა ეგრე კროუს და შეტევაზე ჩრებდა გასაოცრად, შეტევაზე გადავიდა ლურჯი გუნდი. ჰენკი იდეალურია, ბიჭო. საღოც, ვაუ. გადავიდა, მიეხმარეთ, ანჯელო განადგურა. ასე მაქსი და კროუ ერთად გადადიან ხოლმე შეტევაში. იცავენ. ბიჭო, აი, ძალიან უნდა უყურო, ანუ ამ თამაშში. არ ვიცი რა უნდა ვთქვა. დაცვაში არის წითელი გუნდი და ლურჯი გუნდი უტევს. და ანჯელო მოკლა ჰენკი. და ანჯელო მოკლა მაქსი. მე ოპა, გადმოვიდა წითელი გუნდი შეტევაზე, მაგრამ დიდი არაფერი. ანუ ანჯელო არის ყველაზე კარგი მოთამაშე აქედან. ეხლა ეს უნდა იყოს 9 კაცი მოკლა, რანაირად არ არის. ორჯერ მოხვდა. ბაირონი უბრალოდ მესამე კაცად იყო, ჰენკმა დაიმანქნა. ოპა, მელოდი, კენჯი და ჰენკი, ჯინი, გრომი და მისტეპი. ლურჯი გუნდი მოიგებს, იმიტომ რომ ვარსკვლავიც აიღო. ლურჯი გუნდი მოიგებს, ახლა შეურეშავს ყველა ბრაულერი. ის არის კენჯი, წინაზე რო იყო, ვინც გახსოვთ, მეგობრებო. აი, მეორე თუ პირველ მატჩში რო იყო, ესე ზუსტად მაპზე, ძალიან მაგრა რო ითამაშე მელოდისთან რო იყო, გონი იგივე მელოდია. ბიჭო, კი იგივე მელოდია და მგონი იგივე ჰენკიც არის. გონი იგივეებია, მეგობრებო. აი, ეს კენჯი ძალიან კარგად რო თამაშობდა, კი? კენჯი ძალიან კარგად თამაშობდა. აუ, ჩემი მენა განადგურეს. და დღეისათვის სულ ეს იყო, მეგობრებო, აუცილებლად დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი და აბაჰე თუ არა იყოს კიდე 2 წამი, ნახოთ. კარგი, აღარ უნდა იყოს აბაჰე და აბაჰო.